საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ლიტვის პრეზიდენტი დალია გრიბაუსკაიტა ეწვია თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე და სხვა ოფიციალური პირები დახვდნენ. ეს ლიტვის პრეზიდენტის პირველი ოფიციალური ვიზიტია. სტუმარმა ქვეყნის ერთიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკო. უკვე შედგა შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტთან. დალია გრიბაუსკაიტა თბილისში 2 დღეს დარჩება. საქართველოს ის ხვალ-დილით დატოვებს. ლიტვის პრეზიდენტი ჩამობრძანდა საქართველოში როგორც ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე. გამომდინარე აქედან უპირველეს ყოვლისა საუბარი იქნება იმ სიტუაციაზე, რაც არის შექმნილი ოკუპირებულ ტერიტორიებზე, იმაზე რა მონაწილეობა უნდა მიიღოს ეუთომ ამ სიტუაციის კარდინალურად გაუმჯობესებაში, რა მიმართულებით უნდა წავიდეს ჩვენი და ეუთოს თანამშრომლობა მომავალში, რა გზით შეიძლება დავაბრუნოთ საქართველოში რუსეთის მიერ ასე დიდი ხნის წინ და მტკიცედ ბლოკირებული ეუთოს მისია, რომელიც საქართველოს და საერთოდ რეგიონს სჭირდება და მნიშვნელოვანი საკითხი იქნება განხილული ალბათ არა მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმობა ორმხრივ ურთიერთობებს. ნათელია ყველასთვის, რომ სტრატეგიული პარტნიორობის თვალსაზრისით ჩვენ ორ ქვეყანას შორის მეგობრობის თვალსაზრისით არაფერი არ შეცვლილა. ეს არის პირველი ვიზიტი ახალი პრეზიდენტის ლიტვის საქართველოში და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის. ქართულმა საზოგადოებამ კარგად იცის, რომ ლიტვა რჩება დღემდე იმ ქვეყნების რიგში და იმ ხალხების რიგში, რომლებიც ყველაზე უფრო რთულ მომენტებში ჩვენი უახლესი ისტორიის და დღემდე ყველა საკვანძო საკითხში ძალიან პრინციპულ პოზიციას ინარჩუნებდა და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ასეც იქნება მომავალში.